ვიმყოფებით კლდეში ნაკვეთ ვარძის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. Ის რომ საქართველოში კლდის ხუროთმოძღვრება საკმაოდ დიდი ფესვები გააჩნია და ასე ვთქვათ შეიძლება მოკლედ ასე დავალაგოთ კლდის ხუროთმოძღვრის განვითარების გზები გენეზისი საქართველოში. ეს არის პირველი ყველაზე კლასიკური სამი კლასიკური მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ. ეს არის პირველი უფლისციხე, შემდეგი დავითგარეჯი და ამით საერთოდ საქართველოში ვარძით დაგვირგვინდა ჩვენში კლდეში კვეთის ხუროთმოძღვრების ასე ვთქვათ კულტურა. და აგერ ხედავთ ჩვენ ვიმყოფებით სწორედ ვარძის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე. იცით რომ ვარძის მშენებლობა გიორგი მესამის დროს დაიწყო და მთავარ მეფემ დაასრულა, თუმცა ვარძის მშენებლობა და ვარძის ისტორია ამით არ იწყება. ბევრად უფრო ადრე, დაახლოებით 2 საუკუნით ადრე, მე-19 საუკუნეების მიჯნაზე, განსაკუთრებით მე-10 საუკუნით ვარაუდობენ ჩვენიდან მარჯვნივ თქვენ ხედავთ კლდეში ნაკვეთ გამოქვაბულთა კომპლექსების გამოქვაბულთა ჯგუფს, რომელიც კლდის სოფელი ანანაურის სახელწოდებით არის ცნობილი. მიწისძვრამდე რა თქმა უნდა უფრო მეტად იყო შემორჩენილი, ისიც რომ 1292 წლის მიწისძვრამ მთლიანად შეიწირა, ფაქტობრივად გაანადგურა ვარძის ეს ძირითადი ნაწილი, რაც გამოიკვეთა, იმამ იარსება დაახლოებით 98 წელი. ანუ როცა მოიხსენიებენ ვარძიას ციხეს ქალაქის სტატუსით, ამას თავისი ასე ვთქვათ ფესვები აქვს, ვინაიდან ვიცით რომ როცა მშენებლობა დაიწყო, საფუძველი ჩაეყარა გიორგი მესამის თაოსნობით, აქ განსაზღვრული იყო და იყო ჩაფიქრებული იდეა, რომ უნდა ყოფილიყო ეს ციხე ქალაქი, ნამდვილად ციხე ქალაქი უნდა ყოფილიყო, თუმცა გიორგი მესამის გარდაცვალების შემდეგ კონცეფცია შეიცვალა, თამარ მეფემ შეცვალა ეს კონცეფცია და ვარძია აქცია, ანუ სამეფო მონასტრად. შესაბამისად, ამ სამეფო მონასტრის მშენებლობაში გამოკვეთაში მთელი რესურსი იყო მიმართული და ხედავთ რომ ამ ხელა კომპლექსის მშენებლობა, რომელიც ასე ვთქვათ 13 სართულზე განლაგებული სხვადასხვა სამლოცველოების, სენაკების, მარნებისა და ზოგადად ამ ნაგებობათა ერთიანობა, რომელიც ვარძის კომპლექსშია წარმოდგენილი, ამის გამოკვეთა საკმაოდ დიდი რესურსი ჭირდებოდა და ვიცით რომ დაახლოებით ასე ვთქვათ გიორგი მესამიდან გიორგი მესამი კი დაიწყო, მაგრამ დაახლოებით ეს მშენებლობა 40 წელზე მეტ ხანს გრძელდებოდა და თავისთავად ამ ხელა კომპლექსის მშენებლობა დიდი ძალისხმევას მოითხოვდა. ვარძის შესახებ, რა თქმა უნდა, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ბევრი რამ იცის, ბევრს გაუგია, თუნდაც ასე ვთქვათ, ნებისმიერ ყველასთვის ხელმისაწვდომია ვარძის შესახებ ისტორია და თვითონ რატომღაც ვარძის ისტორია მხოლოდ უშუალოდ ვარძის გამოქვაბულთა ჯგუფით ხშირად ასე შემოიფარგლება. თუმცა ვარძის ისტორია არ იწყება მხოლოდ აქედან, ბევრად უფრო ადრეულ პერიოდში, დაახლოებით ეს 2-3 საუკუნით ადრე, ვარძის ტერიტორიაზე არსებობდა, რომელიც ამ უშუალოდ ვარძის კომპლექსის შემადგენელი ნაწილია, ეს არის ანანაურის, კლდის სოფელი ანანაურის გამოქვაბულთა ჯგუფი, სადაც ვიმყოფებით ახლა, ეს გამოქვაბულის რომელსაც ხედავთ, ეს არის ის კლდის სოფელი ანანაური და საინტერესოა ისიც, რომ სწორედ ამ გამოქვაბულთა ჯგუფში და ამ ტერიტორიაზე ჩვენ გვაქვს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მნიშვნელოვანი ნაკლებად ცნობილი მოხატული ეკლესია. იმ ფონზე, როცა ვარძის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი არის ასე ვთქვათ მოხატული, ამის ფონზე არანაკლები მხატვრობა არის შემორჩენილი ამ გამოქვაბულთა ჯგუფში. ჩვენ უკვე ვიმყოფებით კლდის სოფელი ანანაურის მთავარ სამლოცველოში, ეს არის ის ეკლესია, რომელზეც ასე ვთქვათ მანამდე ჰქონდა საუბარი და ვიწყებთ, მოკლედ ეს ეკლესია ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება, არის აქეთ ამ მხარეს ეკვდერი, ასე ვთქვათ სტოა ეკვდერი და საკუთრივ თავისი მხატვრობით, საინტერესოა ისიც, რომ მთავარი ეკლესია, ის დარბაზული ეკლესია და ეს ეკვდერი ერთმანეთისგან განსხვავდება მხატვრობის პერიოდითაც, ანუ აქ შემორჩენილი თუ კარგად დააკვირდებით, ხედავთ ამ მხატვრობას, რენესანსული პერიოდის მხატვრობა არის, რაშინაც სხვადასხვა ეს არის მე-13 საუკუნის პირველი მეოთხეით ათარიღებენ და ყველაზე საინტერესო დეტალი კიდევ ის არის, რომ აი ჩვენ ამ იმაში ეკლესიაში შესასვლელი კარის მარცხენა მხარეს შემორჩენილი არის გვირგვინოსანი, სავარაუდოდ მეფე უნდა იყოს, სამეფო სამოსელში გამოწყობილი პიროვნება და არის ვარაუდი, რომ სწორედ ეს არის ლაშა გიორგი თამარის ძე, ლაშა. სამწუხაროდ ეს სახეები გადაშლილია საუკუნეთა განმავლობაში. აქ ბევრი რაღაცა დაზიანდა, თუმცა გარკვევით იკითხება და ჩანს, როგორ არის მავედრებელი, ვთქვათ, ანგელოს როგორ ავედრებს, ასულ გვირგვინოსანი მეფე თავისთავად ეს სავარაუდოა, რომ ლაშა გიორგი უნდა იყოს. და სხვა სცენები აქ წარმოდგენილია ეს მთავარანგელოზები, ქრისტე ემანუელი და
აგერ ესეთი საინტერესო სცენა არის კვირიკესა და ივლიტას სცენა და ფრესკა ეს იცით ეს მოწამეები საქართველოში ვთქვათ არა ძალიან პოპულარული არ არის, მაგრამ თუმცა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში ხდება ამ წმინდანის სახელმწიფოთა სახელობაზე აგებული ეკლესიები და აი განსაკუთრებით ხატრობა ერთი რაც ჩვენ გვახსენდება ყველას პირველივე ეს არის სვანეთში ლაგურკის ხატრობა და წმინდა კვირიკესა და ივლიტას გამოსახულება ამ ეკლესიაში და აგერ აქ ვარძიაში ანანაურის სოფელ ანანაურის ხატრობა, სადაც აი ეს ივლიტა კიდევ შედარებით უკეთესად არის შემორჩენილი და ხოლო კვირიკე უკვე დაზიანებულია და მხოლოდ ეს ტანის გარკვეული ფრაგმენტია დარჩენილი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ უკვე უშუალოდ სამლოცველოში, სადაც შედარებით უფრო გვიანდელი პერიოდს ეს არის როგორც უკვე აღნიშნეთ მე-13 საუკუნის პირველი ნახევარის ხატრობა და შიგნით უკვე ტაძარში ხდება უკვე დასტურდება მე-15 საუკუნის ხატრობა, შედარებით გვიანდელია, ეს არის უკვე პალეოლოგოსური სტილი. შევიდეთ საინტერესოა, გარდა იმისა, რომ კი წეგანაც ვახსენეთ, რომ ვარძია ყველა მიცის ძალიან ცოტა იცის ამ ეკლესიის შესახებ, მithumetes ამ ხატრობის შესახებ და არანაკლებ მნიშვნელოვანია თავის ისტორიული ღირებულებით. აი ჩავთვალოთ, რომ შეადასვათ ვამბობ და მithქვამს, რომ ეს არის რაღაცა პატარა კაბადოკია, ანუ ეს გასაგებია, რომ კლდეში ნაკვეთია მთლიანად ეს ვარძია და თავისთავად გაავს ყველაფერი, მაგრამ აი ეს სამლოცველო ნამდვილად რაღაცა ერთგვარად აღმოჩენა არის ბევრისთვის. ახლა ჩვენ შეგვიძლია შენელელა შევიდეთ და დავათვალიეროთ თუ როგორი ანუ სახარებისეული სცენებით როგორ არის მთლიანად დაფარული მთელი ინტერიერი და არც ერთი ასე ვთქვათ დეტალი და არც ერთი მხარი არ არის დარჩენილი ხატრობა რომ არ იყოს შესრულებული. აი ხედავთ თქვენ აქ ფერის სვალების სცენა, ამაღლება, აღდგომა და ასე შემდეგ. აქეთ კი ხედავთ ღვთისმშობელი მთავარანგელოზებთან ერთად არის გამოსახული მღვდელმთავრებთა რიგი. აგერ აქ იერუსალიმად შესვლა, ხედავთ როგორი ასე ვთქვათ მკვეთრი გამოსახულებებია და აგერ იქით უკვე ღვთისმშობლის მიძინების სცენა. რა თქმა უნდა, ეს ამ ეკლესიის ხატრობა ვინაიდან იმ უშუალოდ მთავარი ტაძრისგან, ღვთისმშობლის მიძინების ტაძრისგან 3 საუკუნით ასე ვთქვათ უფრო გვიანდელია, თავისთავად შესრულების მანერა განსხვავდება, მაგრამ ცალსახად ეს განსხვავება არის სწორედ ამ ყველაფრის ამ ხატრობის ხიბლი. ეს არის პალეოლოგოსური სტილი და თუ დააკვირდებით ამ პლასტიკას, სახეებს, მოძრაობას და ზოგადად აი გამოსახულებას, აშკარად აი განსხვავებული ხატრობა არის. კიდევ ერთი საინტერესო დეტალია ამ ეკლესიაში, ეს არის აი ეს ასე ვთქვათ აკლდამა, რომელიც ასე ვთქვათ კლდეში ამოჭრილი, ეს ვარძიაში უცხო არ არის, ზოგადად კლდის ძეგლებისთვისაც არ არის უცხო. ავახუშტება ბატონიშვილის აქვს ასეთი ცნობა, რომ ვარძიაში არის დაკრძალული ასე ვთქვათ საქართველოს მეფე, ქართველთა მეფე კონსტანტინე მეორე, ესეთი ვარაუდია, ანუ რამოდენად არის თუ არა ფაქტია, რომ ეს ნამდვილად აკლდამა არის, მაგრამ არის კიდევ მეორე ვერსია, რომ მე-15 საუკუნეში ვინაიდან სამცხის ათაბაგები და ფეოდალი აქაური პატრონები იყვნენ ჯაყელები და ვარძიაში გარკვეული მშენებლობები და ასე ვთქვათ აღდგენის სამუშაოების ჩატარება მიეწერება ივანე ათაბაგს, სწორედ მისი ასე ვთქვათ მისი გამოსახულება უნდა ყოფილიყო აი აქ ხედავთ ორ პიროვნებას სამწუხაროდ აქაც ძალიან დაზიანებულია მხატვრობა, სახეები წაშლილია, ფაქტობრივად აღარ იკითხება და თვითონ არაფერი, თუმცა არის ვარაუდი, რომ აქ არის ივანე ათაბაგი და მისი მეუღლე გამოსახული, თუმცა ეს ბოლომდე არ დასტურდება. გარდა ამისა, ისე და ისე უნდა შევეხოთ ტაძრის მდგომარეობას და მხატვრობის მდგომარეობას საუკუნეების განმავლობაში, ვინაიდან ეს მხარე მოწყვეტილი იყო იმ რეალობას, დაპყრობილი იყო ოსმალთა მიერ. ამის გამო ხედავთ, რომ სახეები ვინაიდან ტაძრის შედარებით მომცრო ზომისა და მხატვრობაც დაბალზე შესრულებული, ნებისმიერ შეუძლია, ასე ვთქვათ, ხელის მიწვდენის დონეზეა ნებისმიერი სცენა, ამიტომ ხედავთ, რომ არ არსებობს აქ არც ერთი სცენა და მხატვრობა, რომ დაზიანებული არ იყოს ყველას, აი სამწუხაროდ სახეები აქვს დაზიანებული, სპეციალურად აშკარადურად სპეციალურად და არა რაღაცა ბუნებრივი პროცესების გამო, ხედავთ, რომ დანარჩენი ჩვეულებრივად არის გადარჩენილი, ტანი და ის სიუჟეტების ჩვეულებრივად უბრალოდ სახეები არის დაზიანებული. ჩვენ ვიცით და დავასახელე, რომ თავისთავად ეს არის კლდეში ნაკვეთი მონასტერი, ამას ჭირდებოდა წყლით მომარაგება და უზრუნველყოფა და როგორც ასე ვთქვათ, ცნობილია, დადასტურებულია, ვარძია მარაგდებოდა, ვარძიას ჰქონდა 2 წყლის მომარაგების სისტემა. ეს იყო მარაგდებოდა 3 კილომეტრით აქედან
ვინაიდან უშუალოდ ვარძიდან დაშორებული ზედავარძის მონასტრიდან, საიდანაც მოემართებოდა წყლის მილებით, ასე გვირაბში გამოკვეთილი წყლის მილებით, თიხის მილებით მოეწოდებოდა ვარძიას და აი ჩვენი და მარჯვნივ ისე კლდის სოფელი ანანაურის მიმდებარე ტერიტორიაზე შემორჩენილი არის წყლის რეზერვუარი, სადაც ასე ვთქვათ ეს გროვდებოდა ვარძიდან წამოსული თიხის მილებით შემოსული წყალი და დაახლოებით ეს რეზერვუარი იტევდა 630 ტონა 630,000 ლიტრ წყალს. თავისთავად ეს საკმაოდ დიდი რაოდენობა იმისთვის, რომ აქ ასე ვთქვათ მოღვაწე და ასეთად ცხოვრები ადამიანები უზრუნველყო, ასე ვთქვათ სასმელი წყლით უზრუნველყო და ისიც ვიცით, რომ დაახლოებით 133,000 ლიტრი წყლის დებეტი გააჩნდა დღე-ღამის განმავლობაში, რომელსაც შეეძლო რომ ამ 133,000 litrს შეეძლო 50,000 ადამიანის უზრუნველყოფა. თავისთავად ეს მიანიშნებს იმას, რომ თუ რაოდენ ასე ვთქვათ დიდი მონასტერი იყო, ეს მონასტერი კი არა, უფრო სწორი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის ლავრა, ისეთივე დიდი ლავრა, როგორც იყო თუნდაც თავის დროზე დავით გარეჯი, ისეთივე როგორც იყო სუმელა და ასე შემდეგ. ასე ვთქვათ, სამეფო მონასტერი იყო და თავისთავად ყველანაირად იყო უზრუნველყოფილი. გარდა ამისა, ჩვენთვის საინტერესო ის კლდის სოფელი ანანაურის გარდა, ჩვენ აქ კადრში ჩანს მონასტრის ისტორიას თუ ასე ვთქვათ გადავავლეთ თვალს, გასაგებია რომ ანუ თამარ მეფის პერიოდში უკვე მონასტრის მშენებლობა ფაქტობრივად სრულდება 1185 წელს. ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობაზე უთხა სწორედ ღვთისმშობლის მიძინების დღეს, ეს ძველი სტილით 15 აგვისტო, თანამედროვე 28 აგვისტოს და ვიცით რომ სწორედ ეს დღე არის ვარძიის მთავარი დღესასწაული, ანუ ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული, რომელიც დღესაც ასე ვთქვათ აღინიშნება და ეწოდება ვარძიობა, ანუ მარიობა, მეორენაირად ვარძიობა, იმიტომ რომ თავარი ასე ვთქვათ სალოცავია ამ ხეობაში და შესაბამისად ამას დიდი ყოველთვის აქაური მოსახლეობისთვის საკრალო ადგილს წარმოადგენდა. ამის გარდა საინტერესოა ისიც, რომ ვარძიაში, ვინაიდან გასაგებია, რომ თამარ მეფის პერიოდში აგებული ოქროს ხანა არის, ისაც მთელ საქართველოში არაერთი კოშკზე, ხიდზე, მონასტერზე მიუთითებს მოსახლეობა, რომ ესა თუ ის ტაძარი თამარ მეფის აშენებულია, თუმცა აქ ნამდვილად შეიძლება ითქვას, რომ ეს პირდაპირ მიეწერება თამარ მეფის სახეს და შემთხვევითი არ არის და გასაკვირი არ არის, რომ ამ ტაძარში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში შემონახული არის თამარ მეფისა და გიორგი მესამის საქტიტორო ფრესკა, ტაძრის სადაც თამარ მეფე საქტიტორო ანუ ტაძრის მაკეტით არის გამოსახული. საინტერესო აქვე და აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველოში სულ არის ანუ შეადრა ასე ვთქვათ პოპულარული მოსაზრება არის, რომ თითქოს საქართველოში 4 თამარ მეფის ფრესკა არსებობს, რაც რეალობას არ შეესაბამება. საინტერესოა ისიც, რომ ვარძიის ფრესკა იმ დანარჩენი ფრესკებისგან განსხვავდება, იმიტომ რომ აქ თამარი ლეჩაკის ასე ვთქვათ მანდილის გარეშეა გამოსახული. ეს კიდე მიანიშნებს იმას, რომ ჯერ კიდევ თამარი ამ დროს გაუთხოვარია, როდესაც ასე ვთქვათ ეს ტაძარი მოიხატა და ეკურთხა 1185 წელს. ამის შემდეგ უკვე ხდება თამარის გათხოვება ჯერ გიორგი რუსზე, შემდეგ უკვე დავით სოსლანზე და სწორედ აქ არის იმ მანდილის გარეშე გამოსახული. და აქვე დავამატებ იმას, რომ ამ თამარის ფრესკები საქართველოში ხდება სულ დადასტურებულად 5 ადგილზე და არის კიდევ ერთი ვერსია, რომელსაც ახლავე ვახსენებთ. ეს არის პირველი არის ვარძია, ბეთანია, ყინწვისი, ასევე ხდება გარეჯის ორ კომპლექსში, გარეჯის ბერთუბნის კომპლექსში არსებობდა ასეთი თამარ მეფის ფრესკა, რომელიც ახლა ხელოვნების მუზეუმშია გადმოტანილი და ასევე არსებობს გარეჯის ერთ-ერთი მონასტრიდან, ეს არის გარეჯის ნათლისმცემელი, რომელიც დაზიანებული სახით არის შემორჩენილი და ესეც უკვე გახდა 5 და არსებობს კიდევ ერთი ვერსია ვარაუდი, რომლის მიხედვითაც მე-6 ფრესკა, რომელიც ასე ვთქვათ შემორჩა დღევანდლობამდე, უნდა იყოს კახეთში, კონკრეტულად კი ოზანის ამაღლების ტაძარში, რომელიც იგივე მე-12-13 საუკუნის მხატვრობა არის აქ შემონახული და ერთ-ერთ წელს სწორედ არიან ქტიტორები გამოსახული და ამ ქტიტორებს ავარაუდოა, რომ ერთ-ერთი ასე ვთქვათ მოსაზრების გარკვეული მოსაზრების მიხედვით ერთ-ერთი სწორედ თამარ მეფეა. ბევრი აღარ გავაგრძელოთ ამ ფრესკებზე, გასაგებია რომ ტაძარი მთლიანად მოხატულია, არაერთი სახარებისეული სცენით არის შემკობილი და ყველაზე საინტერესო ამ სცენების გარდა საინტერესოა ისიც, რომ ტაძრის ჩრდილოეთ კედელზე გამოსახული თამარ მეფისა და გიორგი მესამის ფრესკების გვერდით გამოსახული არის
ვარძის ღვთისმშობლის ტაძრის მოხატულობის დამფინანსებელი შემწირველი ეს არის ქართლის ფეოდალი რატის ურამელი, რომლის თაოსნობითაც ასე ვთქვათ შეწირულობით მოხდა ამ ტაძრის მოხატვა და მისი ფრესკაც დღესდღეობითაც ასე ვთქვათ ნახვის საშუალება ჩვენ გვაქვს. გარდა ამისა, საინტერესოა რომ მთავარ ტაძარს ჰქონდა სტოა, რომელიც მიწისძვრის დროს ჩამოინგრა, დღეს მხოლოდ რაღაც გარკვეული ნაწილია დარჩენილი და შემდეგ მიწისძვრის შემდეგ ბექაჯაყელის თაოსნობით მოხდა ტაძრის გარკვეული და ზოგადად მონასტრის გარკვეული წილად აღდგენა. ამაში იგულისხმება ის, რომ ტაძრის ასე ვთქვათ ღია თაღების ამოყვანა მოხდა ხელახლა რესტავრირება და ამას დაემატა, რომელიც მაშინ არ არსებობდა თქმა უნდა, იმიტომ რომ მაშინ კლდეში იყო გამოკვეთილი და სწორედ ამავე პერიოდს ეკუთვნის სწორედ ის სამრეკლო, რომელიც ახლა კადრში ჩანს, ეს ცნობილი 13 საუკუნის ბოლო პერიოდის და მე-14 დასაწყისის სამრეკლოა, რომელიც ისე ბექაჯაყელის დროს აიგო და აი ესე დღევანდელობის სახით მართალია რესტავრირებულია თავის დროზე ამას გუმბათი ჰქონდა, თუმცა რაც არის შემორჩენილი ეს რესტავრაცია თავის შესაძლოა გარკვეულწილად გარკვეული სახელმწიფოების შეიტანა. და ამ ყველაფრისა ვარძია მხოლოდ ამ ანანაურით და ღვთისმშობლის მიძინების ტაძრით არ მთავრდება, ვინაიდან დასტურდება მონასტრის ტერიტორიაზე თუნდაც კომპლექსში დაახლოებით 15 ეკლესია, მცირე და დიდი სამლოცველოა შემორჩენილი, მათგან უკვე ორზე ისედაც ქონა საუბარი, ერთ-ერთი საინტერესო ეკლესია და სამლოცველო არის ანანაურსა და მთავარ სამრეკლოს შორის არსებული გამოქვაბულთა ჯგუფი, რომელიც აქვე არის ლიტანიობის ეკლესია, სადაც საინტერესოა ის, რომ აქ კარის თავზე ტიმპაში შემონახული არის ხარების სცენა. რა თქმა უნდა დაზიანებულია, თუმცა ესეც მაინც მიანიშნოს იმაზე, რომ რამხელა თქვა რესურსია ჩადებული, თუნდაც იგი ისეც მე-12-13 საუკუნეებით თარიღდება და ასეთივე მოხატული ეკლესია უნდა ყოფილიყო, ეგრეთ წოდებული თამარის ოთახის გვერდით, სადაც შეინიშნება მხატვრობის კვალი, თუმცა დღესდღეობით მათგან აღარაფერი აღარ იკითხება. გარდა ამისა, საინტერესოა ისიც, რომ ვარძიაში სხვა ყველაფერთან შემორჩენილი არის მარნები და თავისთავად მარანი გულისხმობს, რომ იქ ქვევრები და სხვადასხვა ზომის თიხის ჭურებია დადასტურებული და ეს მიანიშნებს, რომ თუ რაოდენ მაღალ დონეზე იყო განვითარებული თუნდაც ამ ხეობაში მევენახეობა და მეღვინეობა და ის ცნობილი და დადასტურებული ფაქტია, რომ მონასტრებზე, ვარძის მონასტრებზე შეწირული იყო მიმდებარე სოფლები და არა მარტო მიმდებარე სოფლები, ჯავახეთის ზეგანზე არაერთი სოფელი, რომელიცაც ასე ვთქვათ, აი ეს მონასტერი თავისთავად სულდგმულობდა, ვინაიდან ამხელა მონასტერს შენახვა ჭირდებოდა და ამისთვის საჭირო იყო გარკვეული, ასე ვთქვათ, სასოფლო-სამეურნეო სავარგულების არსებობა. გარდა ამისა, ვარძისთვის ასე ვთქვათ, თუ არ ჩავთვლით, ყველაზე ტრაგიკული მაინც ვარძის ისტორიაში არის პირველ რიგში, რა თქმა უნდა, მიწისძვრა, რომლის დროსაც 1293 წელს მომხდარი მიწისძვრა, რომელმაც ფაქტობრივად მთელ სამცხე-საათაბაგოში ვარძის გარდა მთლიან რაც კი არსებობდა დიდი და მცირე ტაძრები, ყველა ასე ვთქვათ ძლიერი დაზიანება გამოიწვია ამ ტაძრების, ჩვენ ვიცით ცნობილი ფაქტი, მათ შორის დაინგრა ვარძია, ვანის ქვაბებით, მოგვის ციხე და ასევე არსებობს ცნობები, რომ ამ პერიოდში სწორედ ინგრევა ამ მიწისძვრის შედეგად აწყურის ღვთისმშობლის ტაძარი და ეს იმდენ დამანგრეველი მიწისძვრა იყო, რომ აი ეს ფორმა, რა ფორმას დღესდღეობით ვარძიას გააჩნია, სწორედ ამ პერიოდში მიიღო, იმიტომ რომ ის ძირითადი ნაწილი წინა აღმოსავლეთის მხარე ფასადი ჩამოიშალა, კლდის მასივი და გამოჩნდა ეს გამოქვაბულთა ჯგუფი, რომელსაც ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ტრაგიკული მოვლენა იყო ვარძის ისტორიაში და ნამდვილად ასე რჩება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ვახსენეთ, რომ ვარძის ისტორია გრძელდება, ანუ არ შეუწყვეტია მონასტრული ცხოვრება, მე-13 საუკუნის მიწისძვრის შემდეგ უკვე ბექაჯაყელი ისე ვიწყებს ხელახლა ამ მშენებლობას და ის გარკვეული სახის სამშენებლო და აღდგენის სამუშაოები, რაც ჩაატარა მან მონასტრის ტერიტორიაზე, ეგრე უკვე ჩანს სამრეკლოსა და სკარიბჭის სახით. გარდა ამისა, ვარძის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფაქტი არის 1551 წელს შახტამაზის შემოსევა, რა დროსაც მონასტერი აღებული იქნა, არა მარტო აღებული იქნა, აქაური სიმდიდრეები, რელიქვიები გაიძარცვა
და აქ მსახურე ბერები ასე ვთქვათ, რა თქმა უნდა, კარგი დღე არ დასდგომიათ. ფაქტობრივად ამის შემდეგ მონასტერში წყდება ის აქტიური სამონასტრო ცხოვრება და ძალიან მალევე 1551 წელზე საუბარი და ვიცით რომ უკვე 1578 წლიდან სამცხე-საათაბაგო გადადის ოსმალთა დაქვემდებარებაში და შესაბამისად აქ საბოლოოდ დაახლოებით 2 საუკუნის განმავლობაში მონასტრული ცხოვრება მთლიანად კვდება და დღესდღეობით ჩვენ ხედავთ რომ ეს არის ჩვენთვის, არა მარტო ჩვენთვის, მთელი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, არა მარტო ძეგლი, თავისი მნიშვნელობით ტოლს არუდებს მახლობელ აღმოსავლეთში არსებულ კლდის ხუროთმოძღვრების ძეგლებს, ისე თუნდაც კაბადოკიის კომპლექსები რომ ავიღოთ და ხედავთ რა მნიშვნელობის არის და ნებისმიერ ნახვას თავისთავად საოცარია თავისი იმ მშენებლობის ტექნიკით, წყალმომარაგების სისტემებით, კეთილმოწყობით, დამუშავების ხარისხით, მხატვრობით და ასე შემდეგ. მოკლედ ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ვარძიას განუზომელი მნიშვნელობა გააჩნია და საინტერესოა ისიც რომ ის არაერთი ლეგენდა რომელიც ვარძიას უკავშირდება, ანუ განსაკუთრებით ეს ლეგენდები ხოლმე არის დაკავშირებული მის დაარსებასთან და დაარსებაში იგულისხმება რომ ვიცით ის ცნობილი ლეგენდა როცა გიორგი მესამე თავის მხლებლებთან ერთად მიდის ვეზირებთან ერთად ნადირობს ამ ხეობაში და ამ დროს თამარ მეფე იკარგება და როდესაც ეს ვეზირები ეძახიან თამარ მეფეს სადახარ თამარ სად ანუ ხალხური ვერსიით ის თამარი პასუხობს აქავარძია და აქედან მომდინარეობს სწორედ ვარძიის სახელწოდება თუმცა ეს არის ხალხური ვერსია არსებობს სხვა ვერსიები ერთ-ერთი ვერსიით ვარძიის მშენებლობა სულაც არ იყო გაზრახული ამ ადგილზე მეორე ვერსიით არის ასეთი გადმოცემა რომ ამ ხეობაში მიანიშნებენ სხვადასხვა ადგილებია სხვათა შორის ხეობაში სულ 3 ადგილია დადასტურებული რომელიც ნავარძიების სახელით წოდებით არის ცნობილი და სწორედ ეს ლეგენდების ერთ-ერთი ლეგენდა პირდაპირ უკავშირდება ამ ერთ-ერთ ნავარძიებს რომლის მიხედვითაც როდესაც ასე ვთქვათ ვარძიის მშენებელი იმდროინდელი ასე ვთქვათ ის კლდის მჭრელები მიდიოდნენ სამუშაოდ მოკლედ ისეთი სიტუაცია იყო რომ როცა დღის განმავლობაში იმუშავეს და იარაღი დატოვეს ამ კლდესთან დილით მისულ მუშებს იარაღი ადგილზე არ ხვდებოდა და ის იარაღი გადმოტანილი იყო სწორედ ამ ადგილზე სადაც დღეს არის ვარძია ეს გრძელდებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში და ეს გარკვეულწილად უკვე მუშებისთვის ნიშანი იყო იმისთვის რომ ვარძია არა იქ სადაც დაიწყეს იქ აიშნებდა არამედ გამოეკვეთათ აქ აი ამ ტერიტორიაზე თუმცა საისტორიო წყაროების მიხედვით სულ სხვანაირად ჩანს აშკარაა რომ ეს არა მარტო საისტორიო წყაროები არქეოლოგია და ამას თვითონ უშუალოდ ძეგლების ადასტურებს ვარძის ტერიტორიაზე მანამდეც არსებობდა გამოქვაბულთა ჯგუფი და აშკარაა რომ ეს უბრალოდ მე-12 საუკუნეში გაფართოვდა და იქცა იმ ასე დიდ სამონასტრო კომპლექსად და ასე ვთქვათ აღსანიშნავია ისიც რომ ვარძია კი არის აქ მაგრამ არსებობს ასე ვთქვათ მეორე უფრო შედარებით ძველი კომპლექსი ეს არის ზედა ვარძიის მონასტერი რომელიც დაახლოებით 2 საუკუნით უსწრებს ამ თავარ კომპლექსს რომელიც შედარებით გვიან გამოიკვეთა. ეს თავისთავად გარკვეულწილად მიმანიშნებელია იმისა, რომ ეს შემთხვევით აქ არ დაწყებულა ვარძიის მშენებლობა, ამას გარკვეული ტრადიცია გააჩნდა და დღეს ასე ვთქვათ მოვედით რა იქამდე მოვედით რომ ვარძია შეიქმნა იმ ფორმით რა ფორმითაც ასე ვთქვათ ეს იყო მე-12 საუკუნეში და გარკვეულწილად ასე ვთქვათ ამ იმდიდებული კომპლექსიდან შემორჩა მხოლოდ აი ეს ნანგრევები რომელიც მიუხედავად ამდენი ჭირო არამისა გადატანილი სტიქიური თუ სხვა მოვლენებისა მაინც ინარჩუნებს თავის ასე ვთქვათ მომხიბვლელობა დავარქვათ ამას და თუნდაც საბეჭდილების ქვეშ აქცევს ნებისმიერ მნახველს და საინტერესო ფაქტი ის არის რომ ბასიანისკენ მიმავალი ლაშქარი ანუ როდესაც ქართველთა ლაშქარი ბასიანისკენ მიემართებოდა ბასიანის ბრძოლის ეპიზოდს ეხება ესა თამარ მეფემ სწორედ აქ ფეხშიშველა მოაცილა ლაშქარი ილოცა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა თავისი ლაშქარი და აქედან გაისტუმრა ბასიანისკენ იცით რომ მე ამ ბრძოლაში ნამდვილად გავიმარჯვეთ ჩვენ ის დიდი გამარჯვება მოვიპოვეთ და ამ ხელად ეს ისტორიული მოვლენა გარკვეულ პირდაპირ კიდევ არის დაკავშირებული ვარძიის მონასტერთან